გამარჯობა, მოგესალმებით. ვიწყებთ ჩვენს მომდევნო პირდაპირ ჩართვას. ტრადიციულად 1-2 წუთს ველოდებით ხოლმე, სანამ ეს შეტყობინება მივა ჩვენს მსმენელამდე, ვინც იყო დაინტერესებული ამ ჩართვის მოსმენით. მე ვისარგებლებ ამ ცირეხნიანი პატარა პაუზით, რომელიც ტრადიციულად გვაქვს ხოლმე ჩართვების წინ და მოკლედ გეტყვით ამ პლატფორმის შესახებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ნაწილი ალბათ მსმენელი შეიძლება დღეს პირველად აღმოჩნდა ამ ჩართვის მონაწილე, ხო, მონაწილეს იმიტომ ამბობ, რომ იქნება ეს ჩართვა ინტერაქციული, ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით. პლატფორმის სახელწოდება, როგორც ალბათ ხედავთ, არის მშობლის კივრი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პირველ რიგში ეს ყველაფერი შეიქმნა მშობლებისთვის, თუმცა არა მარტო ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, ამ პლატფორმაზე ჩვენი აზრით და შეფასებით შეუძლია ბევრი საინტერესო სასარგებლო რესურსის და ინფორმაციის აღმოჩენა. მათ შორის მშობლებს და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა პირებს შეუძლიათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაცია სხვადასხვა სპეციალისტთან, ფსიქოლოგებთან, ენისა და მეტყველების თერაპევტთან, ოკუპაციურ თერაპევტთან. ამის შესახებ უფრო დეტალურად თუ კი დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ისევ ამავე გვერდის საშუალებით შეგვეხმიანოთ და არ დაგზარდებით, მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. მათ შორის ერთ-ერთი ეს ამ პლატფორმაზე ერთ-ერთი აქტივობა გვაქვს ამ ტიპის პირდაპირ ჩართვები. ხშირად გვეკითხებიან, დაიდება თუ არა ჩანაწერი და გეტყვით, რომ ყველა ლაივის, ეგრეთ წოდებული ლაივის ჩანაწერი იდება, საკმაოდ დიდარი ვიდეოთეკა გვაქვს, სადაც ვფიქრობთ ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი მასალა დაგროვდა ბავშვების შესახებ. დღევანდელი ჩვენი ჩართვის სტუმარი გახლავთ ქალბატონი ირმა გოცირიძე, რომელიც არის პედიატრი. ქალბატონო ირმა, მოგესალმებით. და მთელი სახელით გიხდით მადლობა ჩვენთან თანამშრომლობისთვის. ისევ და ისევ მსმენელს ვეტყვი, რომ ეს არ არის ერთადერთი ჩართვა, თქვენ უკვე არაერთხელ გსტუმრობდით და ძალიან ბევრ ისეთ თემაზე გვესაუბრეთ, რომელიც ვფიქრობ, რომ უნივერსალურია და მშობლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის რელევანტური და საინტერესო. სანამ დღევანდელ თემას დავიწყებ, მსმენელს ვეტყვი. ჩვენი პირდაპირ ჩართვა, როგორც ხედავთ, ითარგმნება ჟესტურ ენაზე, ამისთვის მადლობა ლეკუნა ჯაფაშვილს. რაც შემეხება მე გახლავართ ამთა საამიშვილი, ფსიქოლოგი, წარმოვადგენ ორგანიზაცია მაგ ჯორჯიას და დღევანდელი ლაივის დროს მექნება მხოლოდ და მხოლოდ მოდერატორის ფუნქცია. სიამოვნებით წავიკითხავ თქვენს ყველა კითხვას, კომენტარს, რომელიც შეგიძლიათ პირდაპირ ამ ვიდეოს ქვემოთ გამოგვიგზავნოთ, ან მოგწეროთ პირადი შეტყობინების სახით და ქალბატონი ირმაც არ დაგსარდებათ და რამდენადაც ეს ფორმატი იძლევა საშუალებას გაგცემთ პასუხს. მეც აღარ გავაგრძელებ, სულ ეს იყო ის პატარა შესავალი, რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა. ქალბატონი ირმა, მსმენელს ვეტყვი, რომ დღეს საუბრობთ იმუნური სისტემის შესახებ. აი ეს ჩვენი მთავარი თემა და ალბათ კარგი იქნება, მე მგონი ახლა იმუნური სისტემა, იმუნიტეტი ხშირად ვიყენებთ კიდეც ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ხომ არ დავიწყოთ რაღაც პატარა შესავლით და განმარტოთ, რას გულისხმობთ საერთოდ იმუნიტეტში. კი ბატონო, საღამოშტობის ყველა მსმენელს და მადლობა თქვენ პლატფორმას კიდე ერთხელ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ გავესაუბროთ მშობელს დაინტერესებულს და მივიღოთ შეკითხვები, რაც არის ხოლმე და გვიხარია ყველა სპეციალისტს, როდესაც ხდება ჩვენგან და რაღაცა მინიმალური დახმარების გაწევა მშობლისთვის. დღევანდელი თემა დიახ, ზუსტად შემოდგომა დაგვიდგა. ქალაქში ვიცით, რომ რამდენიმე ტიპის ინფექცია მუსირებს, არის ბევრი შეკითხვები, უკვე დაიწყო ავადობები და ალბათ ეს უპრიანი იქნება ამ თემაზე მართლა დღეს გვესაუბრა. რა არის ეს იმუნური სისტემა, როგორ მუშაობს, როგორ თანხვედრილია სხვა სისტემებთან. როდის გვიქეთდება იმუნიტეტი, რას ნიშნავს ეს დაქვეითება და როგორ შეიძლება ავამაღლოთ ეს იმუნიტეტი. აი ეს არის ის ძირითადი თემები, თამთა, რაზეც მინდა დღეს ვისაუბრო და რა თქმა უნდა, შემაწყვეტინებთ, როდესაც შემოვა შეკითხვები და გავცემ პასუხებს. ეხლა ძირითადად რო გავერკვეთ რა ხდება და რა არის ეს რომელი სისტემაა ჩვენ ცხოვრების, უბრალოდ გეტყვით, რომ ვიცით თქვენც და ისედაც მინდა გითხრათ, რომ ადამიანების ჩვენ ყოველწელს ადამიანებს გვიტევენ პათოგენები. ყოველწუთში ხდება, ეს არის პათოგენები, არის ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები, პარაზიტები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, მეგობრებო, რომ შეაღწიონ ჩვენ სხეულში, დაიდონ ბინა, როგორც მუდმივი სახლი. მაგრამ ეს ასე არ ხდება.
ამის თავიდან ასაცილებლად, თავის დასაცავად სხეულს აქვს ეგრეთ წოდებული სწრაფი და ჭკვიანი სისტემა, ასე ბჭყალებში თუ მოვაქცევთ, ეს არის იმუნური სისტემა. ეხლა ეს იმუნური სისტემა შედგება უჯრედებისაგან, ქსოვილებისაგან, ორგანოების ქსელთა ერთობლიობა, რომლებიც ასე კოორდინაციას უწევენ და სხეულის დაცვას ახერხებენ ნებისმიერი შემოჭრილი პათოგენისაგან, საფრთხისაგან. ესე იგი, ამ ქსელის დახმარების გარეშე სამწუხაროდ ნებისმიერი მცირე დაზიანება, უმცირესე თუ გინდათ ქაღალდით, თითის გაჭრაც კი, ხო ეს ხო არაფერი არ არის, შეიძლება იყოს სასიკვდილო. არ გაგვეკვირდეს, მაგრამ ასე შეიძლება მოხდეს. ანუ ეს იმუნური სისტემა, მეგობრებო, გავს ეგრეთ წოდებულ პოლიციას, რომელიც ჩვენ ორგანიზმში მუდმივად პატრულირებს და იცავს ჩვენი სხეულის ყველა ორგანოს და ქსოვილს. ეხლა გავშალოთ უფრო, როგორ ხდება ეს და რა არის ეს იმუნიტეტი. ეს იმუნიტეტი, ესე იგი იმუნური სისტემა შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს. ეს არის პირველი ნაწილი არის ის, როდესაც ყველა ადამიანი ვიბადებით ამ თანდაყოლილი იმუნური სისტემით, პირველი წუთიდანვე აქვს ეს ახალშობილს და ეგრევე იწყებს ის მუშაობას. პირველი ეს არის თანდაყოლილი იმუნიტეტი და არის კიდე იმუნური სისტემის მეორე ნაწილი, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში შეიჭრება რაღაცა მიკროორგანიზმი და უკვე იწყება პროცესი. ეხლა რომელი სისტემასთან მუშაობს ეს იმუნური სისტემა სიმბიოზში და რა ორგანოებს მოიცავს და როგორ ხდება ეს ურთიერთთანამშრომლობა. უნდა გითხრათ, რომ ის აუცილებლად მჭიდროდ თანამშრომლობს სისხლის მიმოქცევას სისტემასთან და ლიმფურ სისტემასთან, იმიტომ რომ წარმოიქმნა სპეციალური უჯრედები, რომელსაც ლიმფოციტები ქვია, ამას კიდე შევეხებით მერე და როდესაც რაღაცა სხეულს რაღაცა შეტევა ელის, მაგალითად შემოიჭრეს ბაქტერია, ვირუსი ან რაღაცა თეთრი უჯრედი, ვიცით რომ სისხლი არის, შედგება წითელი სისხლისგან, ხო, ერიტროციტებისგან და ლეიკოციტებისგან, ეს არის სისხლის თეთრი უჯრედები. სწორედ ამ შემთხვევაში იმუნურ სისტემაში მხოლოდ თეთრ სისხლზე გვაქვს საუბარი, წითელ სისხლს არ შევეხებით და სწორედ ეს თეთრი უჯრედების გარკვეული ნაწილი ანადგურებენ ამ საშიშ ნივთიერებას, წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ანტიგენი. ესე იგი, ეს არის თეთრი სხეული, თეთრი უჯრედები გამოიმუშავებენ ამ ანტიგენს, რომლებიც ხელს უშლის და აარიდებს და მოაშორებს ამ დაავადებას. ნუ როგორც გითხარით, ეს არის ძირითადად ლიმფოციტი, რომელიც ძვლის ტვინში იქმნება ძირითადად და ინახება სისხლში. ესე იქ იქმნება და მე ეს სისხლის მიმოქცევის სისტემით გადადის უკვე სისხლში და იქ ბუდობს და ეხლა უყურეთ თეთრი სისხლს რო ვამბობთ, მარტო ლიმფოციტზე არ გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ ვიცით რომ არის სხვა უჯრედები და ეს უჯრედები ახლა თქვენ გაინტერესებთ ხოლმე, ახლა ყოველთვის ყველას გინახავთ ეს სისხლის ანალიზი და გარდა ლიმფოციტებისა, რომელიც პირველი ალბათ აინტერესებს ყველა ექიმს, რომ რა მდგომარეობა არის კიდე მაგალითად მონოციტები, რომლებიც პასუხისგებლები არიან ბაქტერიულ შემოჭრაზე და შეტევაზე. არის ნეიტროფილები, ესეთი უჯრედები, რომლებიც კლავენ უშუალოდ ბაქტერიებს და სოკოს. არის ბაზოფილები, ეს სისხლის ანალიზში გინახავთ ხოლმე, ალბათ, რომლებიც ანთავისუფლებენ გამოყოფენ ესეთ ქიმიურ ნივთიერებებს და გამაფრთხილებელ შეტყობინებებს აძლევენ, როდესაც აგენტი შეიჭრება სხეულში. არის ეგრეთ წოდებული ეოზინოფილები, რომლებიც უკვე თავს ესხმიან პარაზიტებს და ეგრეთ წოდებულ კიდე ონკოუჯრედებს, კიბოს უჯრედებს. მოკლედ, ერთელი სისხლი, მეგობრებო, მონაწილეობს ამ ბაქტერიებთან და სოკოსთან და ვირუსთან ბრძოლაში. მოკლედ, ეს სისხლის უჯრედები ჩვენ ამ იმუნურ სისტემის ძირითადი მოთამაშეა და ყველაზე წამყვანი როლი ამ თეთრ უჯრედებს აქვს ამ იმუნიტეტში, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს თეთრი უჯრედები
დიდხანს არ ცხოვრობენ სისხლში, ისინი მუდმივად წარმოიქმნებიან. დაახლოებით 1-დან 3 დღემდე ხდება მათი ცხოვრების უნარი აქ სისხლში და მერე მუდმივად ხდება განახლება და წარმოიქმნებიან სულ ახალი და ახალი უჯრედები. ეხლა გარდა ამისა, თქო სისხლზე და ლიმფაზე ვილაპარაკეთ, ხო? არსებობს კიდევ სხვა სისტემა და სხვა ფაქტორებიც, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილია. აი მაგალითად რა, კანი, ჩვენი დამცავი ორგანიზმიც, რომელიც აფერხებს შემოჭრას, შეღწევას და თუ შემოიჭრა, მერე იქვე ხდება ლორწოვანი, ხო? კანის შემდგომ უკვე ლორწოვანია, რომლებიც აი შეაკავებს, ცდილობს რომ ამორმა სისტემამ შეაკავოს ეს და არ გაუშვას. და მერე უკვე თუ მოხდა კიდე აი ამორ სისტემაში შეჭრა, უკვე გადადის ლიმფურ სისტემაში, ხდება ლიმფური სისტემის ანთება, ლიმფურ სისტემაში იგულისხმება როგორც ლიმფური კვანძები, რომელიც ბევრი გვაქვს ორგანიზმში, ასევე არის ელენთა, ასევე არის ძვლის ტვინი და მოკლედ ორგანიზმი ცდილობს, რომ იქამდე არ გაუშვას, როგორც გითხარით. ალბათ ეხა იკითხავთ, რომ თუ ასეთი ძლიერი არის ეს თეთრი სისხლი, ხომ რა, მაინც რატო ავადდებიან ადამიანები და ისევ მაინც რატომ არის ხომ ეს ავადობა? უმარტივეს პასუხი იქნება ის, რომ დაავადებები ჩნდება მაშინ, როდესაც სისხლში მცირე რაოდენობით არის სამწუხაროდ ამ ლეიკოციტების წარმოქმნა, ან და ეს წარმოქმნილი ლეიკოციტები, რომლებიც აი 3 დღეში წარმოიქმნებიან, ძლიერი არ არის სამწუხაროდ. აი მაინც მაშინ ანტიგენს შეუძლია იმოქმედოს თამთა და უფრო ძლიერ გაანადგუროს ეს უჯრედები, თუ არ არის ის რაოდენობა არ დახვდა სისხლში, ან მართლა თუ სუსტია ეს თეთრი უჯრედები და ეს თავის მხრიდან დამოკიდებული, როდესაც იმ რაოდენობით არ წარმოიქმნება, რაც საჭიროა. ეს არის ხო, კაი კითხვა. ესენი და ეს დამოკიდებულია ზოგ შემთხვევაში ორგანიზმის გარკვეულ ძალებზე, რომელზედაც შემდგომში მოგახსენებთ და ზოგის შემთხვევაში ამაზე კიდე პატარა ქვეთავი მინდა და კარგი კითხვა რომ დამისვით და არის კიდე ისეთი მდგომარეობა, როდესაც ანტიგენი იმდენად ძლიერია, რომ ვერ ერევა ჩვენი იმუნური სისტემა. აი მაგალითად ავთვისებიანი სისტემის ზოგიერთი ხო წარმონაქმნი ზოგიერთი ავთვისებიანი სისტემას, რაც არ უნდა მაინც რომ მრავლდება, ხო? ეს ონკოუჯრედი და სამწუხაროდ ცოტა გვიან ხდება მისი აღმოჩენა, ესეც არის ერთი, ამდენად გაძლიერდა ეს ანტიგენი, დაშალა და მოერია ამ ჩვენ თეთრ უჯრედებს და ვერ მოხდა წარმოქმნა. არის კიდევ მედიკამენტეზური მდგომარეობა, როდესაც აი რაღაცა მედიკამენტს ვიღებთ, იმიტომ გვინდა ხოლმე ყოველთვის რომ ვიცოდეთ, რომ როდესაც აი ვთქვათ, ნებისმიერ ინფექციაზე ლაპარაკი, ხო? რატო ვიძახეთ, რომ აი არ გვინდა ეს ანტიბიოტიკი, გრუნავს მეგობრებო. გრუნავს და როდესაც გჭირდება ეს ანტიბიოტიკი და როცა გჭირდება ეს ქიმიური პრეპარატი და რაღაცა რო გჭირდება, უკვე ნაკლებად მუშაობს, ვეღარ ერევა და მიჩვეულია, ეგრეთ წოდებით გაზარმაცებული ეს თეთრი უჯრედი და ბრძოლას არ არის, ხო მივხვდით? ქალბატონო ირმა, აი ზუსტად მედიკამენტებთან დაკავშირებით გვაქვს კითხვა ერთ-ერთი მსმენელი გვყავს, რომ მაინტერესებს რა მედიკამენტები ასუსტებს იმუნიტეტსო? როგორც წესი, როგორც გითხარით, ნაწილობრივ შეიძლება მოგცეს ამ ანტიბიოტიკის ესე იგი არასწორმა ხმარება. ახლა თუ გჭირდება ეს ანტიბიოტიკი, რა თქმა უნდა ვიხმაროთ, მაგრამ იცით რომ ყველა მედიკოსი ამას გირჩევთ, რომ უკიდურესად იშვიათად გამოვიყენოთ ეს ანტიბიოტიკი. და მეორე არის, რაც ძალიან ასუსტებს, ეს არის ქიმიო პრეპარატები, რომლებიც აი გაგიგიათ ალბათ, რომ იმდენი ქიმიური პრეპარატი აქვს ნახმარი, რომ დაუქვეით და იმუნიტეტი წამოვიდა, მეორადი პროცესები ხო გვაქვს, როდესაც ონკოდაავადებებია, ან და იგივე დასხივება, რადიოთერაპია. აი ესენი სასტიკად იმუნურ ძალებს, ამ უჯრედებს ქვემოწევს, ასუსტებს ამ ჩვენ ჩამოთვლილ თეთრი სისხლის უჯრედებს და სამწუხაროდ აღარ აქვს ორგანიზმს ეს იმუნური ძალები, რომ ებრძოლოს. ეხა ესენი. და კიდე მანამდე თუ გნებავთ თუ კითხვა არის, გიპასუხებთ თორე და გავაგრძელებდი.
აი ხშირი ავადმყოფობა თქვენს ახსენეთ, ჩვენც გქონდა დაანონსებული და აქ ერთ-ერთ მსმენელს აინტერესებს, რომ აინტერესებს მიპასუხოთ, უნდა გვეშინოდეს თუ არა ხშირი გრიპების და ინფექციების და აქვე კიდე დავაკონკრეტებ, უბრალოდ თქვენ გთხოვთ, რომ დაგვიკონკრეტოთ, საერთოდ აი ხშირი გრიპი რა შემთხვევაში ითვლება, რომ ბავშვი ხშირად ხო, ძალიან კაი კითხვა არის, სწორედ ამას აუცილებლად ისედაც გავშლიდი და ეხლა კონკრეტულადაც გიპასუხებ. ესე იგი, განსაკუთრებით ახლა თქვა, არა გვაქვს ლაპარაკი ახლა ამ ცუდ რაღაცაზე, ან ონკოუჯრედებზე, ან თქვა თეთრი უჯრედების დასუსტებაზე, ან არ წარმოქმნაზე იმ რაოდენობით. რეალურად აგვაქვს ხოლმე, რომ ხანდახან პერიოდულად რაღაცა მიზეზების და გამო ბავშვს უკვე ითდება იმუნიტეტი. და როდის ხდება ახლა ეს მე მინდა მშობლებს უთხრა რომ ხანდახან ასეთ რაღაცასაც ხვდებით ექიმები, ამიტომ ვაკეთებინებთ ხოლმე რაღაც გარკვეული რაოდენობის, გარკვეული სახის ანალიზებს და ამის მიხედვით ხვდებით ხოლმე რა ჩვეულებრივ ბანალურ ანალიზებს. ჩვენ ხშირად გქონდა ხოლმე თამთაკი გახსოვთ ამ ანალიზებზე საუბარი, რა არის აუცილებელი, რატო არის და აი მაგალითად აქვე იმუნური ძალები რო გავზარდოთ პერიოდულობით, რა თქმა უნდა, ისედაც ვიცით, წელიწადში ორჯერ, ნუ ზოგ შემთხვევაში ერთ შემთხვევაში ერთხელ მაინც აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება. ეხლა რატო? აი თუ როდესაც გვაქვს რაღაცა ტიპის ანემიები, ეს შეიძლება იყოს სფეროციტული ანემია, შეიძლება ბეჭდვის ანემია, ფოლიუმის მჟავის ანემია, ან ჰემოგლობინის დაბალი დონე, აი 100 მგ/გრამს litrზე, ხო, სხვადასხვა საზომია და ძირითადად არის 120 და ზემოთ, ალბათ გახსოვთ, ახლა ვისაც გაგიკეთებიათ ხშირად. თუ მასზე ნაკლებია სამწუხაროდ, ეს შეიძლება იყოს ხშირი თამთა ავადობის მიზეზი. მეორე რა შეიძლება იყოს, როდესაც ბავშვს აღენიშნება ალერგიული განწყობა. ახლა ალერგიაში ისეთი ალერგიის საუკუნე დაიწყო, რომ რა გითხრათ, მაგრამ ალერგიაც არ და ალერგია. აი არის ესეთი შორტასული ალერგიები, სადაც ვაქცინა გჭირდება, სადაც აუცილებლად დიეტა გჭირდება, მედიკამენტი. აი ასეთი ფონი სამწუხაროდ არ უყვარს იმუნიტეტს და იმუნიტეტის ეგრეთ წოდებული დაწევა და დაქვეითება ხდება ხოლმე. კუჭ-ნაწლავის სისტემა, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რამდენიმეჯერ გვიხსენებია, რომ ეს კუჭ-ნაწლავი არის მეორე პასპორტი და მეორე ტვინი და ეს ბევრ ორგანოს განაგებს, ასევე მეგობრებო განაგებს იმუნიტეტსაც. იმიტომ რომ თუ დისბაქტერიოზი, სამედიცინო ენაზე დისბიოზი არ გვაქვს წყალში, გვიქვეითდება ხოლმე სამწუხაროდ იმუნიტეტი, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია ნაწლავური ფლორა იმუნიტეტთან და კიდევ უარესი თუ არის ხოლმე პარაზიტები, იცით რომ ხშირად გვაქვს ბავშვებს პარაზიტები, რომელიც ხანდახან შეიძლება იყოს ფარული, ვერ ვაკეთებთ სამწუხაროდ, არ ამოდის სპეციფიური ანალიზიდან, რაც არის ეს განავლის ანალიზი და მე გჭირდება თუ გვეპარება ეჭვი კონკრეტულად თუ ვიცით პატარა კლინიკა, აი სისხლიდან ყველა ერთად სისხლიდან მეგობრებო, მშობლებო არ კეთდება და სათითაოდ ვაკეთებთ ხოლმე იმ ძირითად პარაზიტზე, რაც თქვა ბავშვის ასაკში არის. არის კიდე თამთა ესე იგი ნაწლავის შეწოვის დარღვევა. არის ასეთი მალაბსორბციის სინდრომი, არის ცელიაკია, ესეთი ნაწლავური დაავადებები, რომლის დროსაც სამწუხაროდ არ ხდება ესეთი ძლიერი იმუნიტეტი. ბავშვები ამ დროს, იმიტომ რომ ეს სინდრომი აქვთ მათ, ისედაც არიან გამხდრები, წონის დეფიციტი გვაქვს და პლუს კიდე ის იმუნური ძალებიც უქვეითდება და ხშირად არიან ხოლმე მოავადე. არ უნდა გამოგრჩეს არაფრით იოდეფიციტური მდგომარეობები და ჩვენ ამაზეც გვისაუბრიათ, თქვენ კარგად გახსოვთ და ვინც გვისმენს ხოლმე ხშირად, თუ არის ესე იგი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია ან დროებითი იოდის დეფიციტი, რომლის აღმოჩენა საბედნიეროდ ხდება, აი ესეც გვაძლევს იმუნიტეტის დაქვეითებას. არ თქმა უნდა, მძიმე დაავადებები, ახლა ამაზე აღარ ვისაუბროთ, მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ, ღვიძლის დაავადებები, თირკმლის დაზიანებები, როდესაც პროტეინურია იწყება, ანუ ცილის დაკარგვა, ცილის დაკარგვა არ უყვარს ორგანიზმს არაფრით.
ამიტომ არის ხოლმე, რომ როდესაც თქვა დიარეა რაღაც აუცილებლად გარდა იმისა, რომ ვიწყებთ და ეხლა ენტეროვირუსის ბუმია ქალაქში, გარდა იმისა, რომ ელექტროლიტებით კურნალობას ვიწყებთ, და გეკითხებია ხოლმე დიეტაზე გადავიყვანოთ, იცით აუცილებელია, რომ ცილოვანი პროდუქტი არ მოვაშოროთ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ცილა ჭირდება ორგანიზმს, ამ იმუნურ ძალებს, ასევე ჭირდება თირკმელს. ამიტომ ყოველთვის ურჩევთ ხოლმე მოხარშული ხორცი, ესე სუპი და ბულიონი არა, რა თქმა უნდა, მოხარშული ხორცი აუცილებლად უნდა მიიღოს. ანუ ცილის დეფიციტი არ შეიძლება, არ უყვარს ისევე როგორც თირკმელს, ასევე იმუნურ სისტემას. რა არის თქვა კლინიკური გამოვლენა? აი თქვენ კითხვას უპასუხებთ, თუ ისე მშობლის კითხვას, თამთა რომ დაგვისვევს, აი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვს დაუქვეეთ და იმუნიტეტი. ეხლა უყურეთ, ბავშვები ხშირად გვხვდებიან ავად, ძალიან ხშირად. და არ უნდა შეგვეშინდეთ 5-6 ჯერ წელიწადში თუ მათ ეწყებათ ვირუსული დაავადება. ეს ახლა ალბათ თქვენ სხვებისგანაც მოგისმენიათ და კიდევ ერთხელ გამეორდები და გეტყვით, რომ ეს არ არის ხშირად მოავადე ბავშვის სინდრომი, ამდენად არ ვსაუბრობთ, რომ აი ვთქვათ, ჩემი ბავშვი სულ ავად არის. ანუ დასაშვებია, მეგობრებო, 5-6 ჯერ თუ წელიწადში ბავშვი ავად არის. თუ წელიწადში 3 ჯერ მაინც აქვს ანგინა, 3 ჯერ. თუ 2 ჯერ ან 3 ჯერ აქვს ოტიტი, ხო, აი ყურის ანთება სხვადასხვა ფორმით და ურთულდება. და აუცილებლად მე სხვა ჩარევას ითხოვს. თუ მუდმივ არის გადიდებული თუ აქვს კისრის და იღლის ქვეშ ლიმფური ჯირკვლები, ესეც არ გვიყვარს ჩვენ ექიმებს. აქ უკვე იმუნურ ძალებზე საუბრობთ და სხვა სპეციფიურ ანალიზებს ვაკეთებინებ. ძალიან ცუდია კიდე და არ არის სასიამოვნო თუ ვირუსის დრო ბავშვს სიცხე ან ადამიანს სიცხის ტემპერატურის რეაქცია არ აქვს. ანუ მე აი ის ამბავი რომ იტყვიან რომ მე ან ჩემმა ბავშვმა იცის ვირუსი ისე გადააქვს რომ ტემპერატურა არ აქვს, ესეც მაინდა-მაინც არ არის მისასალმებელი, იმიტომ რომ ტემპერატურა ვიცით რომ არის თავდაცვის რეაქცია და ტემპერატურა არის რაღაცა განგაშის რეაქცია, ამიტომ კარგია რომ თქვათ ავარდა ტემპერატურა, უფრო იწყება იმუნური ძალები, უფრო იწყებს ბრძოლას, ამიტომ იცით მეგობრებო რომ ტემპერატურა გარკვეულ ციფრებამდე და ეს ციფრი არის 38 და 5 არ უნდა დავწიოთ. იმ გამონაკლისს შემთხვევებს ვიტყვით კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ეს არის ეპილეფსიური ბულყრები, როდესაც გვეშინია, როდესაც მყისიერად ხდება, თქვათ 38 და 5-დან 38-დან 40-მდე ავარდება სიცხე და შეიძლება ტვინის განტვირთვა მოხდეს, კრონჩხვითი რეაქციები. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კონკრეტულად ასეთ მშობლები ინდივიდუალურად გადაუწყვიტავთ ხოლმე და ასეთ შემთხვევაში უფრო ადრე მივაცემინებთ სიცხის დამწევ საშუალებებს. არ გვიყვარს კიდე, როდესაც თქვათ ბავშვები ფერს ხშირად თქვათ უფერულები არიან, იღლებიან მალე. აი ესე მოწმენდილ ცაზე მიწოლა უნდათ, ცოტას თამაშობს, არ არის აქტიური. აი ესეც მიგვანიშნებს, რომ სადღაც ყوارაფერი არის, თქვათ, იმუნური ძალები დაქვეითებული და ყوار უნდა, თქვათ, რაღაცა სპეციფიური ანალიზები. დიახ. აი ეს 5-6 ავადობის შემთხვევა რომ ახსენეთ, ბავშვის ასაკი ამ შემთხვევაში ნებისმიერი ასაკი. რატომ გეკითხებით? აი ასეთი კითხვაა, რომ რომელი ასაკიდან არის რეკომენდებული ბავშვის ბაღში მიყვანა ავადობის თვალსაზრისით და ეს მსმენელი გვწერს, რომ გამიგია თითქოს 3 წლამდე იმუნიტეტი ყალიბდება და ჯობია 3 წლის ბავშვის მიყვანა ბაღში. 3 წლამდე მიყვანისას კი მისი იმუნიტეტი შედარებით მოწყვეტია და ადვილად ავადდება და აინტერესებს რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რაც იცით რა, არ არის ეს სწორი ინფორმაცია, იმიტომ რომ იმუნური სისტემა ძლიერდება
ძლიერდება იმ დროს, როდესაც ხშირად ხდება ამ ინფექციის შეხება ჩვენ ესე იგი ორგანიზმთან. აი ეს აყალიბებს, არ გაგიკვირდეთ. და რამდენად საშიშია ეს ინფექციები, ესე იგი ამ იმუნურ სისტემას საგანგებოდ სწავლობენ, რათა გაარკვიონ აი იმუნური პასუხი როგორია, ვირუსი სწორად ვითარდება თუ არა და რა სწორედ აი იმუნურ სისტემას ამთა აკაჟებს ის აგენტები, რომლებიც ბავშვს ხვდება. ეხლა ამ დროს ხდება ხოლმე, ნახეთ რა არის და 1 წლის არის ეს ბავშვი, 2 წლის არის თუ 5 წლის არის, ვერაფერს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ სხვადასხვანაირად არის საქმე. აქ ყოველთვის ერთვება მეგობრებო, ეგრეთ წოდებული იმუნოლოგიური მეხსიერება. ეს არის აი ამ ჩვენი უჯრედების, ეს თეთრი სისხლის T და B უჯრედები და ანტისხეულების მნიშვნელოვანი როლის ამ ბავშვზე არის დამოკიდებული. ნახეთ, თუ იმუნურ სისტემას ქონია უნარი თურმე თამთა რომ შეინახოს ინფორმაცია კონკრეტულ პათოგენზე, აი რაღაცა კონკრეტულ ბაქტერიაზე, ვირუსზე, თქვათ, სოკოზე და აი იმ პათოგენის მეორეჯერ ემზადება, რომ აი მეორეჯერ თუ შეიჭრა, აი თავდასხმა თუ მოხდა მეორეჯერ ამ იმაში, რა ქვია, ორგანიზმთან, მაშინ გამოიმუშავებული ანტისხეულები, რომლებიც გამოიმუშავა პირველად, როდესაც პირველად მოხდა, შენახული აქ ამას და უკვე ეს ანტისხეული აძლიერებს, გესმით? ეს ანტისხეული ებრძვის და უფრო სხვანაირად მიდის დაავადება. ესე იგი, ამდენად შეიძლება იცით რა არის. აი უყურეთ წლის ბავშვი, ძალიან ბევრი წლის ბავშვი გვინახია, რომელიც სახლში არის თამთა და ხშირად ავადობს, იმიტომ რომ მის დას, ძმას მოაქვს ინფექცია და არა აქვს მნიშვნელობა ის ბაღში წავა თუ სახლში აქვს, იმიტომ რომ მისი იმუნური სისტემა იმდენად არ არის გაძლიერებული ჯერჯერობით, წასულა 3 წლის ბავშვი და მასაც იგივე პრობლემა დაწყებია, რაც 1 წლის ბავშვი. ამდენად ასაკს არ აქვს აქ მნიშვნელობა, აქ აქვს ამ იმუნოლოგიურ მეხსიერებას მნიშვნელობა, აქ აქვს, ნახეთ, აი იმ სოციალურ აცრას, რაზეც მინდა გესაუბროთ. ეს არის სოციალური აცრა, არის ბავშვთა კოლექტივი, ეს არის საბავშვო ბაღი, ეს არის სკოლა, რომელიც აი მუშაობს როგორც ვაქცინა რა. ესე იგი, ნახეთ, შეიჭრა ანტიგენი, დახვდა ანტისხეული და ებრძოლა, ხო? მეორეჯერ შეიჭრა იგივე ანტიგენი, ამ ანტისხეულმა უკვე ეს ამოიცნო ამ თავის იმუნოლოგიური მეხსიერებით და ნაკლებად დაჭირდა მის ავადობას, აი შეიძლება თუ ერთი კვირა უნდა გახვდარიყო და მაღალი სიცხე ჰქონდა, უფრო იოლად ხდება. მაგრამ შეიძლება უკვე მეორე ვირუსი შეიჭრა, მეორე ბაქტერია და იმისთვის მზად არ არის. ეხლა იმისთვის ამას აკეთებს სკოლა, ამას აკეთებს ბაღი და იმიტომ ქვია, რომ პირველი ვაქცინა რო ვიძახით, თქვა, ვაქცინა ხა მე არ გეუბნები წითელაწითურა და იმისი ტეტანუსის და ყივანახვალას ვაქცინაზე. აი ამ გრიპების ვაქცინა, რომელიც ახლა ოქტომბრის შუაში შემოვა, იგივეს აკეთებს ეს ბაღი, ოღონდ ცოტა ხანგრძლივად, დიდი პერიოდის განმავლობაში, ანუ აძლიერებს ჩვენ იმუნოლოგიურ მეხსიერებას და პრინციპში იგივე ვაქცინაციის, იგივე აცრის ტოლფასია. გამიგეთ? დიახ, ანუ რო შევაჯამოთ, არც რეალისტური არ არის, ხო, ბავშვის ბაღიდან მორიდება მისი დაავადებისგან დაცვის თვალსაზრისით და მეორე მხრივ სასარგებლოც კია. დიახ, რატო ეხა თამთა, რატომ არის სასარგებლო? ეხა რატომღაც ესეთი მოდულსია, რომ ძალიან გვეშინია ამ ბავშვია, კიდე მივიყვანე, კიდე ავად გამიხდა, კიდე მივიყვანე, კიდე ავად აღარ მინდა ამ ბაღში ტარება. ხანდახან თუ ეს იმუნური ძალები და იმ წინა ჩამოთვლილ მიზეზებით ქვეითდება და მართლა გვაქვს მიზეზები, შეიძლება ურჩიოთ ძალიან ინდივიდუალურად. შეიძლება ურჩიოთ, რომ მეგობრებო, აი რაღაცა პერიოდი ვიმკურნალოთ, ან ავწიოთ ის ჩვენი გამოვასწოროთ, ის ჩვენი ჩამოთვლილი ზემოთ რო გესაუბრეთ და შემდგომ მივიყვანოთ. ანუ ცოტა მოვაძლიეროთ, ანუ ეს
ჰემოგლობინია, ბეჭდგუფია, თუ იოდის დეფიციტია, თუ ალერგიული ფონია, თუ უჯრედა ყველაფერი ეს გაუძლოთ და შემდგომ შევიყვანოთ ბაღში. ან არა და პირიქით, მეგობრებო, აი უცხოეთში, მაგალითად პირიქით უყვართ ალბათ ბევრ შობელმა იცის და თქვენ ახლა სპეციალისტები ძანდებით და თქვენ იცით, რომ პირიქით უნდათ, რომ ძალიან ხშირად გაუხდეთ ბავშვი ავად. არ გაგიკვირდეთ, არ ვაჭარბეთ. იმიტომ რომ ეს თქვია ხო რაღაც წვეულების მსგავს აწყობენ, რომ ხანდახან აწყობენ ესეც გვიტყვია, რომ თქვა კოვიდზე იყო, რომ მივიდნენ ერთად და თქვა ის კოვიდი დაიმართეს ან და რაღაც შუტყვავილა, ან თქვა სხვა ინფექციები, რომ თუმცა ხო შუტყვავილს აცრა ხდება უცხოეთში და ესე ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ჩვენთან სურვილის მიხედვით არის გახსოვთ. ამიტომ აი ეს უნდათ რომ ხშირად გააკეთონ, რომ რატო დიდობაში რო არ მოხდეს თამთა. და რა ხდება ხა ამ დიდობაში? ხდება ის, რომ სამწუხაროდ გვეწყება რაღაცა ქრონიკული ინფექციები, ხომ? აი თქვათ რა, ცუდი ინფექციები, ზოგს კანის პათოლოგია, ზოგს დერმატიტი, ზოგს ვიტილიგო, ზოგს დიაბეტი, ზოგს რა ეწყება, ზოგს რა ეწყება. და ის ვირუსი, რომელსაც როდისღაც ბავშვობაში მოერიდენ, რომლის ანტისხეული არ გაჩნდა მის ორგანიზმში და მერე შეხვდება სტუდენტობაში, ახალგაზრდობაში, აი მაშინ ართულებს იმ უკვე ქრონიკულ დაავადებას, რომელიც შეგვეძლო აგვეცილებინა, ხომ გასაგებად საუბრობ თუ რაღაცა გაურკვეველია ისა კიდევ ვიტყოდი. ესე იგი ეს მინდა ვთქვა, რომ ამიტომ აი სიცივეში, რა ვიცი, როგორ თოლში, ყველაფერში აკაჟებენ ამ ბავშვებს, რომ კიდევაც შეხვდეთ ეს ვირუსი, კიდევაც პერიოდულად გაციებითი დაავადებები, რომლებიც რეალურად გაციება არ არსებობს, ისიც არის უბრალო მარტივი ვირუსები, იმათი ანტიგენებიც, ანტისხეულებიც გამომუშავდება. მაგრამ იმათი ზოგიერთი, აი ესე იგი ძალიან მარტივი ვირუსის ანტისხეული არ რჩება ჩვენ ორგანიზმში, გადის, იმიტომ რომ აი ცოტა რთულია ახლა ვთქვათ კოვიდის ანტიგენი უფრო ანტისხეული რჩება, ვისაც გადატანილი აქ ახლა ვთქვათ მერე ომიკრონი შეხვდა, უფრო იოლად შეხვდა და ეხაც გვაქვს ან რაღაცა ისეთი დიდი დაავადება თუ ვინმემ გადაიტანა ხო სერიოზული დაავადება, მეორეჯერ ვთქვათ მონონუკლეოზი ან რაღაცა მეორეჯერ რო შეხვდა და არის ხანდახან გამეორება, უფრო იოლად გადაიტანა, ანუ მის სისხლში ეს ანტისხეული ზის უკვე ელოდება, დახვდება, შეებრძოლება და უფრო იოლად გადაიტანს. დიახ, აქ ერთი კითხვა იმ თეთრ უჯრედებთან და სისხლის თეთრ უჯრედებთან დაკავშირებით მსმენელს აინტერესებს, საშიშია თუ არა მათი ძალიან დიდი რაოდენობა, ჭარბი რაოდენობა. დიახ, ხანდახან გვაქვს ხოლმე სამწუხაროდ, რომ ხშირად გამომუშავდება ეს თეთრი უჯრედები, იმაზე მეტად, ორჯერ, სამჯერ მეტად, რაც დასაშვები ნორმაა. რა თქმა უნდა, ექიმები იწყებენ ბრძოლას და პოვნას, რატომ ხდება ეს, რაღაცა აუცილებლად ინფექციურ აგენტს ეძებენ, ხდება ყველა ორგანოში შემოწმება, მაგრამ ხანდახან აგვაქვს ხოლმე ისეთი ცუდი დაავადებები, როგორიც არის ლეიკოზი, ლეიკემიური სინდრომები, რომელიც აი ზუსტად არის დაკავშირებული, აი ესე დიდი რაოდენობით ლეიკოციტების და თეთრი უჯრედების გამომუშავებასთან. აქამდე მივდივართ ხოლმე სხვა კვლევებით, თუმცა სამწუხაროდ არც უმაგისობა არის და ეს არის პირველი საგანგაშო, ზოგჯერ არის ხოლმე ძალიან დავარდება თამთა ეს ლეიკოციტები და ერთეული არის და ზოგჯერ პირიქით ძალიან არის მაღალი და ეს რა თქმა უნდა თუ უმიზეზოდ არის და ინფექციასთან არ გვაქვს ბრძოლა, ეს ჩვენ გვაშინებს და მაშინ საშიშია კი. დიახ. ამ საკითხზე თქვენც გქონდათ დაგეგმილი, გაანონსებული იყო ბუნებრივია, მაგრამ აი კითხვაც შემოვიდა, ბუნებრივი საშუალებები თუ არის შესაძლებელი იმუნიტეტის ამაღლება. კი, არის ეს აუცილებლად გეტყვით, უყვარს ბევრს, ვთქვათ, ბუნებრივი საშუალებების ხმარება და რა თქმა უნდა, არ უნდა დაუშალოთ, იმიტომ რომ არის ზოგიერთი მათგანი, რომელიც მართლა კარგად მუშაობს.
აი სანამ აი ახლა გადავალ ამ ბარემ ესე იგი მაინც კითხვაც ისეთია რომ მკურნალობა და იმუნიტეტის აწევა და რაღაცა ამაზე გადავდივართ მინდა გითხრათ რომ იმუნიტეტის ესე იგი სამკურნალო სისტემის სამკურნალო საშუალებები ჯერჯერობით არ გამოგონებულა და ჯერჯერობით არ არის ესე კარგად შესწავლილი ანუ ქიმიურ პრეპარატებს გეუბნებით თამთა და ერთ-ერთი არის ვთქვათ დაცვა არის ვაქცინაცია რომელიც ყველას არ უნდა ვთქვათ არ სურვილი არ აქვს რომ აიცრან მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული საპროფილაქტიკო ამბები, საპროფილაქტიკო ხრიკები შეიძლება დავარქვათ, რაც თქვათ მოგვეხმარება ისევ და ისევ იმუნიტეტის აწევაში. პირველი, როგორც გითხარით, ზემოთ ნაკლებად გამოვიყენოთ წამლები. იმიტომ რომ კიდე გამეორდები, ეს დაგვიწევს ჩვენ იმუნურ ძალებს. იმიტომ რომ ძირითადად თამთა ვიცით რომ 80% რაც ბავშვებს ემართებათ ეს არის ვირუსული ეტიოლოგიის. აი 20% არის ბაქტერია, პარაზიტი, სოკო. 80 არის ვირუსი. ამ ვირუსთან საბრძოლებლად აი ძველად ჩვენ რომ სწავლობდით ხოლმე, თქვათ გრიპი როდის რჩება წამლით და როდის არ რჩება წამლით, თუ ასეთი იყო ანდაზა რომ 7 დღეში რჩება წამლით და 1 კვირაში წამლის გარეშეო გრიპი. და ასე არის სწორედ ეხლაც რომ ამ ვირუსს ვერაფერს ვერ უშვებით გარდა იმ შინაური მეთოდებისა, რაც არის ესე იგი საწოლის რეჟიმი, ბევრი სმა, ვთქვათ, მოსვენება, სითხის დატვირთვა, რომ ეს თირკმელმა იმუშაოს და დროზე გამოვიდეს ეს ვირუსი, აი ეს არის სწორედ. ასევეა ამ შემთხვევაში. ეხლა ხშირად აი მშობლებს აქვთ, რომ აი ვიტამინები. მეგობრებო, ვიტამინები არის სინთეზური. არავინ არ დაგვიწურავს ფორთოხალს, ლიმონს არავინ არ დაგვიწურავს და არ მოაქცევს იმ პლაზმაში, ხო, კაფსულაში. ამიტომ ეს ხდება სინთეზური საშუალებებით დაგროვება. ნუ არის ამიტომ ზოგიერთი ვიტამინები, რომლებიც აი აუცილებელია, მაგალითად ომეგა ჯგუფი, როდესაც ძვირიანი ვიტამინია, მართლა რაღაცა ვთქვათ, ხდება გამონაწველი ამ გარკვეული რაოდენობის ისა გარკვეული სახის თევზისგან, მაგრამ ძირითადად არის ვიტამინები არც თუ ისე სასურველი. აუცილებლად ნიშნავს თამთა, ასე არ გაიგოს მშობელმა, რომ აი ხა ვიტამინების წინააღმდეგი ვართ ექიმები, მაგრამ ძალიან ინდივიდუალურად. ეხლა მოვიდა შემოდგომა და არიქა დავლია სინთეზური ვიტამინები, ასე არა. ესე იგი არ უნდა გამოვიყენოთ ასევე იმუნოსტიმულატორები და იმუნოსუპრესორები. ეს არის აი ხანდახან გვირეკავენ მშობელი, აი იმუნალი მაგალითად, არბიდოლი, კოგაცელი, ანაფერონი, რა არის ახლა კიდე რა ვთქვათ, აი ესეთი ვიფერონი, ზოგჯერ დასალევი, ხანდახან აი სიმპტომურად შეიძლება დავნიშნოთ რაღაც ანთელი გენფერონი რაღაცა, მაგრამ ის რომ შევსვათ ბავშვი და არიქა ეხა შემოდგომა და აი ესეთი პრეპარატები დავიწყოთ, არა. იმიტომ რომ ისევ და ისევ, რატომ მეგობრებო, ეს სინთეზური ვიტამინი, ეს იმუნომოდულატორი, ისევ და ისევ მოგცემს ამ პროვოკაციას აუტოიმუნური დაავადების, რომელიც არის შაქრიანი დიაბეტი, ეს ვიტილიგო, ეს დერმატიტები, წეღან რო ვახსენეთ. თუ ჩვენ იმუნურ ძალებს გაგვიზრდის, ასევე ან ონკოდაავადებები, ვთქვათ, ასევე წარმატებით გაზრდის ამ უჯრედების გამრავლებასაც უწყობს. ეს ან როგორც კარგს გაგვიზრდის, ამთა იგივე ცუდ პროცესებსაც ემსახურება. და ამიტომ ვერიდებით. ძალიან იშვიათად რომ ამ ქიმიურ საშუალებებს მივმართავთ, მაგრამ მშობლის კითხვას უპასუხებ, რომ ძალიან კარგია პერიოდულად ესეთი ბუნებრივი იმუნომოდულატორები, რომლებიც არის ექინაცია. ეს არის სპეციალური მცენარე, რომელიც ვთქვათ, შეიძლება როგორც ვთქვათ, ზოგი მშობელი მოკრიფავს სეზონურად და გაამზადეს ამთვისთვის, არის წვეთების სახით, არის ტაბლეტების სახით, კაფსულების სახით. ასეთივე არის სითხები, ელეოტირეკოკი, აი ადრე წინა საუკუნეში უფრო ხმარობდით, ეხა უფრო რაღაცა დავიწყებას მიეცა, არა და კარგი პრეპარატია. კუნელა, აბსოლუტურად აი ესე სცენარეული. ნუ თაფლის პრეპარატები, უნიკალურია ეს თაფლი, ვიცით რა.
და პროპოლისი თაფლისგან წარმოებული, პროპოლისის წყალხსნარი, პროპოლისის სპირტხსნარი, შეიძლება იყოს აი ფუტკრის მტვერი, თქვათ, ვინც იტანს და ალერგიული არ არის, ფუტკრის რძე, რომელიც ესე ბუნებრივი ის არის იმუნომოდულატორი, ძალიან ბევრი ამინომჟავა არის და ბევრი ცილა არის და კარგად მოქმედებს. ეს ერთი ჩვენი, თქვათ, აი ამის მიღება მედიკამენტებს რაც შეეხება. მეორე, ეხა ეს ხრიკები ესე არ გავიგოთ, რომ თქვენ არ გსმენიათ და რაღაცა უცხოს ვაბობ. მეორე, რაზეც გადავდივარ და სულ გვესმის, ეს არის გაკაჟება ორგანიზმის, ცივი წყლით დაბანა, ჩვენ რაღაცა გვეწოდება ხანდახანდა თბილ წყლით ბანოთ ბავშვებს, ხელს, ხშირი დაბან. არა, მეგობრებო, ყოველთვის ეცადეთ, რომ ხა ყინულიან წყალს ნუ დავიბანოთ, ყოველთვის ცივი წყლით დაიბანოს ბავშვმა. მივაჩვიოთ ცხვირში და პირში ცივი წყლის გამოვლებას. ნუ, რა თქმა უნდა, ასაკის დამიხედვით. ახლა 1 წლის და 2 წლის ბავშვს ამას ვერ გავუკეთებთ, რა თქმა უნდა, თამთა, მაგრამ ნელა და ნელა, იცით რა, აი უფროსი ბავშვი აკეთებს, დედა აკეთებს, მამა აკეთებს, მერე უკვე ბავშვიც აკეთებს. ძალიან კარგია, ძველად იყო ხოლმე და ეხლა რატომღაც დავიწყებულია სველი პირსახოცით ბავშვის კანის დაზელვა, რაც კანთან შემხებლობას, ცივის შემხებლობას დის და აბა დავაზუსტებ წყალთან დაკავშირებით წყლის გამოვლებას გულისხმობთ ხოლოდ თუ დალევასაც? არა, გამოვლებას, პირის ღრუში. დიახ, პირის ღრუში, ანუ გარდა იმისა, რომ ეს გამოვლება ამ არსებულ, თქვათ, ამ უამრავი ბაქტერია გვაქვს, იმას მოშორებას გულისხმობს, ადგილობრივი გაკაჟების თვალსაზრისით. ეხლა ეს წყლის ტემპერატურა 26 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს, ეხლა ძალიან ყინულიან წყალს არა. თუმცა შეიძლება შეხვდეთ, რომ აი ზოგი მშობელი აჩვევს, რომ მაცევრიდან გამოღებული წყალი დალიოს. ნახეთ თამთა, რასაც მივაჩვევთ ბავშვს, მაცივრის რძე დალიოს, მაცივრის მაწონი დალიოს, რასაც შევაჩვევთ ბავშვს, ისე იქნება. თუ ეხლა უცებ ეხლა 3 წლის ასაკში სულ ვათბობდი, თქვათ, მაწონი გამომქონდა და ოთახის ტემპერატურაზე მედგა და 3 წლის ასაკში გადავწყვი და უცებ ერთ დღეს რომ გამოვიღო და ცივი ვაჭამო, ის რა თქმა უნდა ხელს გააცივებს. ამიტომ ვამბობ, რომ მშობლები ვინც გვისმენენ და თუ ახლა გადაწყვეტენ, ალბათ ეტაპობრივად რომ დაიწყო. ეტაპობრივად 26 გრადუსზე ქვემოთ ნუ დავწევთ ამ ტემპერატურას და ეს მივაჩვიოთ აუცილებელ ამბავად. ძალიან კარგია ცხვირის ღრუს წყლით დამუშავება. ძალიან ბევრი აკეთებს ხოლმე. უბრალოდ პეშვით ეს პირის დაბანის პროცედურების დროს პეშვით ხდება ცხვირის სავალებში ამ წყლის შესვლა და არ შეგეშინეთ, რომ გადაცდა წყალი და არიქა დაიხჩობა და არიქა ყველა აუწყდება. ეს არის მინიმალური რეაქცია. აი ამის მიჩვევა ძალიან გვიჭირს რატომღაც ამ ქართულ მშობლებს და ბევრი არ აკეთებს, მაგრამ ძალიან კარგი არის აი ადგილობრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად. აი პირსახოცებს საუბრობდით, მე სანამ კითხვას დავსვამ. ხო, კი ბატონო, სველი პირსახოცით კანის კარგად გახურება და დამუშავება კანის, ფეხების, ხელების, ის რომ ზაფხულში კარგი არის და ზამთრში ზამთარში ფეხში შველასიარული გაკაჟება, ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობითი აბაზანები. ძალიან კარგია, თუნდაც ეხლა ჯერ კიდე შემოდგომა, ჯერ კიდე კაი ტემპერატურა და აი დავიწყოთ ეხლა, დღეს, ხვალ დავიწყოთ ბავშვის გაკაჟება. გამოვავლოთ პირში, ცხვირში, დავზილოთ, გავუკეთოთ 2 აბაზანა, ერთი არის ცხელი წყლის აბაზანა, მეორე ცივი, უცებ ცხელი, უცებ ცივი. აი შემოვიღოთ ეს იმ ბავშვებს, რომლებიც ხშირად გიცივდებათ, თქვათ, იტყვით, რომ 5 ჯელაც არის, 6 ჯელაც და ზოგჯერ 7 ჯელაც, ხო ავად. დაიწყეთ აი ესეთი გაკაჟებები, გაყვანა გარეთ თამთა. ატარებზე არ ვეძახი, იმიტომ რომ ქარის ამბავი ეს აპნოე ხდება და ახალშობილებს ვთქვათ, ნუ გაიყვანთ ქარიან ამინდში, ჩააცვით ბავშვი, ჩაფუცნეთ თუ გეშინიათ და წვიმაში, თავსხმაში, ქარში შეგიძლიათ ყოველდღიურად, დღესული ამინდია და არღის ამ ბავშვის გაყვანა, ეს არ არის მიზეზი. იმიტომ რომ აუცილებელი არის, რომ ეს სიცივე იმუნურ ძალებს ზრდის და ძალიაზრდის. აი ხა ალბათ იცით სკანდინავიის ბაღები, ან ესტონეთის ბაღები.
ბაღები, რომლებიც გარეთ აქვთ, მეგობრებო. რომლებიც კიდეც ხო ხშირად ბავშვებს. დიახ, ბავშვებს ძინავთ ბაღში გარეთ. ოღონ ამ ტემპერატურაზე კი არა, ყინვაში, მეგობრებო, ყინვაში ჩაცმულ ბავშვებს ის მასწავლებელიც კი არის აი პატარა დათქონული ისა მინახავს მე და ნუ აი გაოცებული ვიყავი აი ამ ყინვაში ამ თოვში ბავშვი როგორ ძინავს ეს საერთო სივრცე არის შექმნილი სადაც აი გამათბობელია მაგრამ ბავშვი წერს ჩაფუთნული აცვია უამრავი აცვია მასწავლებელსაც უამრავი და ის ელოდება ბავშვის გაღვიძების დროს აი სულ ყინვაში და ეხლა სკანდინავიის და ისა ლიტვა-ლატვის სიცივეები ხო იცით როგორია ჩვენთან შედარებით ანუ აი ასეთი აქ ერთ-ერთი მშობელი გვწერს რომ ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო მოსმენისაც კი მეშინია ჩემ შულს ვერ გავუკეთებო და მე მგონი კიდევ კარგი იქნება რა ჯერ ეს აბსოლუტურად ბუნებრივია ალბათ ხო ეს რეაქცია მაგრამ ალბათ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ რომ თუ კი ბავშვი ამ ეტაპზე ისეა გაზრდილი რომ წვიმაში და ოდნავ ქარიან ამიჩიც კი გარეთ არ გაყავთ მაინდა-მაინც მინუს ტემპერატურაზე ნუ გავხო თავიდან ასე ძალიან თანაბრად ჩვენი ბაღი არც არის და არც იქნება ალბათ კაი ხანი ვერ მივავთ იქამდე მაგრამ ეტაპობრივად ანუ გაკანჟებას ვიწყებთ დღეს გუში გამიგეთ და არა ხვალ და ზეგ აი ასე ვაკეთებთ იმიტომ რომ ხო ეს აუცილებელი ამბავია და ნელ-ნელა რა ვიცი ხა თუ დაგვიჯერებენ მშობლები ეს არის ნამდვილად ძალიან უპრიანი ამის გაკეთება მერე აუცილებელი არის კვება ეხა ამ კვებაზე ცოტა ნაკლებად გავამახვილეთ ყურადღება მაგრამ ზაფხულში აი თქვია სინთეზური ვიტამინები ეხა ვიტამინები არ გვინდა სინთეზური თუ ბავშვი იღებს ხილს ეს არის ბედნიერება მაგრამ ჩვენთან არის გვისმენენ ეხა მშობლები განვითარების დარღვევით რომელთა ბავშვები არაფერს არ ჭამენ ან ერთი ტიპის ხილი აქვთ ზოგს ღვთისმადლით ძალიან კარგი იმუნიტეტი აქვს და ხშირად არ უხდებათ, მაგრამ არიან ძალიან დასუსტებული ბავშვები. აი აქ ინდივიდუალურად ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა თუ ბავშვი არაფერს არ იღებს, C-აზე არ იღებს, D-ს არ იღებს, კალც არ იღებს, ნუ იზოლებულები ვართ, მივცეთ, ხო? ვთქვათ ეს ვიტამინი. მაგრამ თუ ვთქვათ ვახერხებთ მაინც ხილს არ იღებს ამ ფორმით, მოდით გავწუროთ, მოდით დავხერხოთ, მოდით მაინც ვეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, რომ როგორმე მივაღებინოთ საჭირო რაღაცნაირი ფორმით, საჭირო ვიტამინი. ძალიან კარგია, ესე იგი, ეს ბოსტნეული. გარდა იმისა, რომ ეს ხორცი აუცილებელია ეს ბოსტნეული, იმიტომ რომ იცით, რომ ეს მწვანეში შედის ძალიან დიდი რაოდენობით მაგნიუმი, კალიუმი, რომელიც აუცილებლად მისაღებია და რომ არ დავნიშნოთ ეს კალიუმი და მაგნიუმი, მივაღებინოთ მწვანე პროდუქტი. ბაქტერიოციდული, ხახვი და ნიორი არიან ბავშვები, რომ ბოლქვებით ჭამენ. და მშობელი შეგეკითხება, რა გავაკეთო? არაფერი არ უნდა გააკეთო. მოწონს ჭამოს, არის რომ ბავშვი მწვანე ნიორი უჭირავს და ჭამს, ძალიან კარგია. მაინც მე მგონი უმრავლესობა არჩევს პირიქით, ხო? ამ პატარ-პატარ კი, სამწუხაროდ, მაგრამ ხო, სამწუხაროდ, ნუ ასეთ შემთხვევაში თუ ბავშვია იტანს და რაღაცა ვაკეთებთ ხოლმე დიდი რაოდენობით, თქვათ, სადილს უკეთებთ, ან ეს ფიტოციტით რო არ მოკვდეს, თქვათ, ამ ნიორს იცით, რომ დიდი ხარშვა არ უნდა და ნუ გამორთულ სადილზე და უფრო მივაღებინოთ. რო აი რაღაცნაირად ეს ყველაფერი, მეგობრებო, გარდა იმისა, რომ გემრიელი გამოდის, ებრძვის ანტიგენს და გვიძლიერებს ჩვენ იმუნიტეტს და იმუნურ ძალებს და ამ ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ეხა აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამთან კლიმატოთერაპია და ფიზიკური თერაპია. ეხა ეს ფიზიკური თერაპია, ვთქვათ, იგივე აუცილებელი არ არის, რომ ვთქვათ, ცურვაზე ვატაროთ, ხო? აი ვიღაცებს არ შეუძლიათ ამ ცურვას ტარება. მაგრამ იგივე სპორტი, ცოცვა, რომ ძალიან კარგი არის, ეხა აი მაგალითად კარგად მუშაობს, მეგობრებო, თუნდაც გვისმენთ ეხა ბავშვებს, მშობლები, რომელთა შვილებს აქვთ აუტიზმი ან აუტისტური სპექტრის დარღვევები ან განვითარების დარღვევები. ნუ ცურვა უნიკალურია მათთვის, ხო, ეს წყლის ენერგია. მერე ფეხბურთი, სირბილი გვაშინებს რომ გაიოფლება. არა უშავს, რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი გაიოფლება, მაგრამ იქვე ვართ მზად რომ გამოუცვალოთ 60, სამაგიეროდ ეს ფიზიკური აქტივობა ისევ და ისევ გვეხმარება იმუნური ძალების ისა აწევაში. ეხლა მაგალითად
და ხშირად შეხვედრიათ ხოლმე შეიძლება მეგობრებო პედიატრები ურჩევენ სხვაზე ჯობია, მთაში ჯობია და არის ხოლმე შემოდის ხოლმე ასეთი კითხვებიც რომ ესე იგი რომელი პირველი და რომელი მეორე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაინდა-მაინც, მაგრამ მე ჩემ გამოცდილებით მაინც გირჩევდით, რომ სასწავლო წლის ან ბაღის დასაწყისით, აი სასექტემბროდ მაინდა-მაინც ნუწავალთ სხვაზე, როდესაც აი იმუნურ ძალებთან გვაქვს, იმუნური ძალების დასუსტებასთან გვაქვს საქმე, პირიქით სხვა გადავწიოთ მანამდე და მერე იყოს მთაში წასვლა, სადაც რა მექანიზმით, სადაც ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია, ეს გვაძლევს სიგნალს მოგზოტვინში, ეს მოგზოტვინი ამუშავდება, იწყება ფილტვის ვენტილაციის გაძლიერება და ჟანგბადის დიდი რაოდენობით ცირკულირება სისხლში. აი ამ მექანიზმით ეს იმდენად გაჯერებული ჟანგბადი მოდის უკვე ფილტვში და სისხლით იმდენად არის ოქსიგენად ესე ჟანგბადით გაჯერებული, თვითონ ქსოვილებში შედის და შეაქვს ის საკმარისი რაოდენობა. აი ეს მექანიზმია. თუმცა არის სხვადასხვაობა და რა ვიცი ხა თუ სხვა აზრის ბრძანდებით და ვთქვათ, შეგიძლიათ, იმიტომ რომ ზოგი პედიატრი შეიძლება მოსმენილი გაქვთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა მთაზე წაიყვან თუ ზღვაზე წაიყვან, სუფთა ჰაერზე უნდა წაიყვანო, ხო, იყოს სუფთა ჰაერზე. ეს რა თქმა უნდა მართალია, მაგრამ თუ გვიხერხდება და ორივე ასეთი უპირატესობა გვაქვს და ორივეგან შეგვიძლია წაყვანა, მაშინ მაინც აი ამ გამოცდილებით გირჩევთ, რომ ჯერ გავაკეთოთ სხვა და მერე გავაკეთოთ, ვთქვათ, მთა. კიდევ რა ხო, ეხლა ნუ ნაწლავის ფლორაზე ვთქვათ, გესაუბრეთ, მაგრამ გავმეორდები, აუცილებელია პირველი ექიმი ეკითხება, რომ ვთქვათ, ფლორა თქვენ თვითონაც იცოდეთ. თუ არის შეკრულობა, დიარეა, მიდრეკილი, ისეთი ბავშვები ძალიან ბევრ ელემენტებს კარგავენ და ჩვენ სულ ვიძახეთ, რომ ეს ელემენტები უნდა მივიღოთ, ეს ბავშვები კარგავენ, ხო? ან შეკრულობა არის, ეს იგი რაღაცა დისბიოცენოზია და ეს კუთხე გვაქვს გასაძლიერებელი. და ყველაზე მთავარი ეს არის სტრესი და ძილი. რომელიც აი ძალიან მოქმედებს ცუდად იმაზე იმუნიტეტზე, იმიტომ რომ აი იწყება ესეთი ვთქვათ ეს ფსიქოსომატური დაავადებები, შეიძლება იყოს ვთქვათ დერმატიტები, ბრონქული ასთმები, დაბალი ტემპერატურული რეაქციები, როდესაც აი ვთქვათ სტრესული სიტუაციაა, გარდა იმისა თამთა რომ იმუნიტეტი გვიქვეითდება, იმიტომ რომ ძილს აქვს არსებითად დიდი მნიშვნელობა. იმუნური ძალების აღდგენა ღამე გამომუშავდება ის საჭირო ფაგო ისინი ვთქვათ ანტისხეულები უფრო ღამე მოსვენებულ მდგომარეობაში ვიდრე დღისით. ამიტომ განსაკუთრებულად უნდა ხა თუ დიდი არის, უნდა ეძინოს 6-დან 8 საათამდე, ვთქვათ სხვადასხვა არის ზოგს 6 ყოფნის, ზოგს 8 საათი, ხოლო პატარებს უფრო მეტი უნდა ეძინოთ და თუ ღამეს ვტეხავთ, თქვენც გქონიათ და მეც და ყველას გქონიათ, რომ თუ ნერვიულობთ, არ გძინავს არასასურველი ისეთი რაღაცა სიმპტომები გვეწყება, ან კანკალი, ან ტემპერატურული რეაქცია, მერე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე მესამე დღეს მართლა ავად გავხდით და ეს ასეა, ძალიან არის ამ სტრესთან დაკავშირებული, ან დაბალი ტემპერატურა გვაქვს, ან სუფებრილიტეტი, ეს არის 37 და 3, რომლებიც აი არის და არის. სხვა შეიძლება სიმპტომი არ გქონდეს და ეს ტემპერატურული რეაქცია გქონდეს. და აი ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა განსაკუთრებით ჩვენ ბავშვებში, თუ განვითარების დარღვევასთან გვაქვს საქმე და ძილის პრობლემა არის და ესე იგი გაუკმართებული ძილი. იმიტომ რომ მერე ძალიან ძნელია ის დიდი ძალის ხმევა არის საჭირო და ბევრი ფულიც გვიჭდება, ბევრი ძალები რო აღვიდგინოთ, უფრო დანაკლისია ვიდრე რომ დავაძინოთ ბავშვი და ეს სტრესული სიტუაცია ოჯახში, ბაღში თუ სადღაც მოუხსნათ. ეხლა თუ კითხვები არ არის, დიახ, გისმენთ და გადავიდოდი. გადავხედოთ, კითხვები ამ ეტაპზე სხვა შეკითხვა არ არის, კომენტარები გვაქვს, მადლობა ამ კომენტარებისთვის.
პრინციპში ნელა უახლოვდები დასასრულს, შეგვიძლია თუ რამის კიდევ ალბათ ახლა ეს ისეთი ცელი თემაა, რომ ბოლომდე ცხადია ვერ ამოვხურავთ ერთი ჩართვის ფარგლებში, მაგრამ თუ კი რაიმე შეჯამების სახით გსურთ რომ კიდევ დავამატოთ, შეგვიძლია ბოლო რამდენიმე წუთი ამას დავუთმოთ. კი ბატონო, აი დავიცადოთ თუ არის რამე კითხვები. არის ესე იგი რაღაცეები, ვთქვათ, ნიგოზი, თაფლი, თუ ბავშვის ალერგიული არ არის, აი ესეთი რა ვაჭამოთ, დიდი რაოდენობით ცინკი, იმიტომ რომ ნიგოზში არის ცინკი. ეხლა ჩვენს უგვესმის, აი კოვიდის დროს ცინკი, გრიპის დროს ცინკი, C ვიტამინი. აი ამ თხილეულში ძალიან ბევრი რაოდენობაა, გარდა იმისა, რომ ცხიმია და ის ცხიმები, რომლებიც ჭირდება ბავშვის ტვინს ან ადამიანის ტვინს აუცილებელია ისევ და ისევ აი ცინკის პრეპარატები ჩაგვინაცვლოს აი ამან. კიდე, რა ვიცი ხა ამაზე გითხარით, თაფზე გითხარით, დინდგელზე გითხარით, არის ნივრისაბები, ხა თუ არის შეკითხვა შეიძლება იყოს ასეთი, რომ ჩემი შვილი თქვა არ ჭამს ნიორს. არსებობს ეგრეთ წოდებული ნივრის კაფსულები და თქვა შეგვიძლია ეს კაფსულები გადავაყლაპოთ. ხო, კიდე რა ვიცი, აბა თუ გნებავთ თუ რამე არის კიდე. ამ კაფსულების შემთხვევაში ალბათ ექიმის დანიშნულება გჭირდება, ხო? იმიტომ რომ ხო, მაინც სხვადასხვა შემადგენლობს, ანუ მილიგრამებს გულისხმობთ და რაღაცა გარკვეული დრო უნდა იმას ახლა ესე რომ ავიღოთ და სუდავლიოთ, ესეც არ ხდება აუცილებლად. აუცილებლად ჯობს რომ ვთქვათ ექიმის შეთანხმებით გავაკეთოთ ეს საბავი. კი ბატონო. და თუ აღარ არის შეკითხვები თამთა და დრო გრჩება როგორ არის აუტოიმუნურ პროცესებზეც გაგესაუბრებოდით, შეიძლება ესეც აინტერესებს. დიახ. აუტოიმუნურ დაავადებებზე, რომელიც ისევ და ისევ იმუნური სისტემასთან არის დაკავშირებული. და ნახეთ რა ხდება ახლა მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეს მიკრობები, რასაც ვისაუბრეთ, ეს ვირუსები, რომლებიც ესე იგი ახერხებენ ამ ადაპტირებას და ამის წინააღმდეგ ეს ანტიცხეულები გამომუშავდება, როგორც თქვა, არიან ზოგჯერ ესეთი სიტუაცია, ესე იგი ისეთი ტიპის ანტიგენები არიან, მოკლედ რომ ავიღოთ ეს აღარ დავაკონკრეტოთ, ისეთი ტიპის ანტიცხეულები არიან, რომლებიც აი ეგრეთ წოდებული, როგორ ვთქვათ, აი თითქოს აი ჭკუას ურევენ ამ იმუნურ სისტემას და მათ ამოცნობას ვერ ახერხებს ჩვენი იმუნური ძალები. და აი ასეთ შემთხვევაში იწყება ესეთი აღრევა და თვითონ ეს ჩვენი ანტისხეულები ებრძვიან აი ამ თვითონ ჩვენივე უჯრედებს, აი თუ სწორედ გამიგეთ. ესე იგი, ამ ჩვენ იმუნურ სისტემას არ შეუძლია განასხვაოს ეს უცხოარი შემოჭრილი თუ თავისივეა. გესმით? და ჩვენივე ორგანიზმს, ჩვენივე ანტისხეული ავნებს. ასეთ შემთხვევაში იწყება და აუტოიმუნური დაავადებები. ესე იგი, ეს ჩვენი ანტისხეული დაესხმის თავს ამ ქსოვილს, რომელიც არის შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც არის გულში, რა ვიცი, ვთქვათ, ღვიძლში და აზიანებს და ეს აუტოიმუნური დაავადებები ალბათ იცით, როგორია, ვთქვათ, წითელი მგლურა გაგიგიათ, რევმატოიდული ართრიტი, ძალიან მძიმე დაავადებებია. არის რაღაც გარკვეული მიოზიტები, კოლაგენოზები, რაღაც რთული ფორმის ალერგიული დაავადებები. სამწუხაროდ ამის გარკვევა დღესდღეობის მედიცინას არ ძალუძს, რატო ხდება ესა და რატო ხდება ეს აუტოიმუნური და თავდასხმა ჩვენივე სისტემის, ჩვენივე უჯრედებზე თავდასხმა და გადაგვარებას რატო აკეთებს. ამოუცნობია ეს მექანიზმი, მაგრამ საბედნიეროდ არის ამის საწინააღმდეგო მედიკამენტები, იმ თითეული დაავადების, რაც ჩამოვთვალეთ და პროცესის ალაგება არ ხდება აღარასოდეს, ეს თუ აირია და იმუნური სისტემა სულ არეულად მუშაობს. უბრალოდ შეჩერება ხდება, აი ამ გამრავლებული ქსოვილების, ესე ქსოვილები აღარ მრავლდება, ესე უხეშად რო ვთქვათ და ცოტა არასამეცნიერო ენაზე
ხდება ამ პროცესების დატორმუსება, გამიგეთ, აი ამ მედიკამენტებით, საკმაოდ ძლიერი მედიკამენტებია, რა თქმა უნდა, და აი ამ მედიკამენტების მიღებაც ისევე როგორც ონკოპრეპარატების პერიოდულად აი იმუნიტეტს წევს ხოლმე და ამ შემთხვევაში ხშირად გვაქვს ხოლმე უფრო ხშირად აი მოავადე ბავშვის სიმპტომები, აი როდესაც ის ემთხვევა რაღაც უკვე არსებულ ვირუსულ ინფექციებს. უღრმესი მადლობა ქალბატონო ირმა, როგორც ყოველთვის ეს ჩართვაც იყო ძალიან ინფორმატიული, აი მსმენელმაც მოგწარა რომ ბევრი თემა განიხილეთო და მადლობა გადაგიხადათ თქვენ პირველ რიგში. მე მინდა რომ ჩვენი გუნდის სახელით მსმენელსაც უთხრა მადლობა ინტერაქციული ჩართვისთვის, ყოველთვის უფრო საინტერესო გამოდის და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ქალბატონი ირმა უკვე არაერთხელ სტუმრობდა ამ პლატფორმას და გვაქვს საკმაოდ დიდარი ვიდეოთეკა მისი ჩანაწერებით, სადაც ის უზიარებს მშობლებს თავის ცოდნას და მრავალწლიან გამოცდილებას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ესე გაიცნოთ პირდაპირ სპეციალისტისგან მოისმინოთ ყველაზე აქტუალურ თემებზე სხვადასხვა რჩევა და რეკომენდაცია. უღრმესი მადლობა ლეკუნა ჯაფაშვილს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ჩართვის თარგმანი ჟესტურ ენაზე და მომავალ შეხვედრამდე მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა ყველას.